სადგომო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორესი ყოვლად სამუდელო მღვდელმთავარნო ღირსნო მოძღვარნო დიაკონნო ბერმონოზონნო ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო ქრისტე აღსდგა მას მტკიცეთ იდექით თავისუფლებით რომლითაც ქრისტემ გაგვათავისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგანთ მონობის უღელს ქრისტე აღსდგა სადა არ სიკვდილო საწერტელი შენი ქრისტე აღსდგა სადა არ ჯოჯოხეთო ძლევაი შენი დღეს ზეიმობს სადა ქვეყანა ხარობენ კაცნი და ანგელოზთა დასნი ჩვენ შევიდეთ სახლსაუფლისასა და ყოველივე ვიშვებდეთ სერითა მიცარწმუნოებისათა მაინც რა არის ჩვენი ასეთი სიხარულის მიზეზი რატომაა პასექი დღესასწაულთა დღესასწაული მთელი კოსმოსის ხილული და უხილავი სამყაროს შემოქმედი და სიცოცხლის ერთადერთი საწყისი არის ყოვლადწმინდა სამება მასში მასთან და მისით არსებობს ყოველი იგია მარადიული უცვალებელი და უძრავი დანარჩენი ყველაფერი ცოცხალი კი ვითარდება მოძრაობს და დაუსწრაფულად მიისწრაფის მისკენ ადამისა და ევას ცოდვით დაცემის გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა და სამყაროში შემოვიდა სიკვდილი როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად და ცოდვის მიერ სიკვდილი ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში მის მიერ ძველი ათქმის წმინდა და მართალი ადამიანებიც გარდაცვალების შემდეგ სამოთხეში ვერ შედიოდნენ რადგან მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვით დამძიმებულნი ღვთის წიაღისთვის შეუფერებელნი იყვნენ ასე რომ ყველასთვის დაიხშო სასუფეულის კარი უფლის სამართალი და კანონზომიერება ითხოვდა რომ ამ ცოდვის საპირწონე გამოსასყიდი ისევ ადამიანს აღესრულებინა ხოლო რადგან კაცთა შორის და ზოგადად ქმნილებათა შორის ასეთი არავინ იყო და ვერც გამოჩნდებოდა გმინავდა სამყარო ჯოჯოხეთი და სიკვდილი კი ზეიმობდა და აი აღესრულა წარმოუდგენელი და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლო კაცობრივი ხორცი შეიცხა ყოვლადწმინდა სამების მეორე იპოსტასმა ძე ღვთისამ და ბეთლემს ბაგასაშინა მოევლინა წუთისოფელს რომ თვითონ უცოდველს ეტვირთა ჩვენი ცოდვები დაემარცხებინა ბოროტი ძალები და ჩვენთვის კვლავ მარადიული ნეტარება მოენიჭებინა სიტყვა განკაცდა რათა ჩვენ განხთობილიყავით ამ ქვეყნად უფალი ჩვეულებრივი ადამიანივით მოქმედებდა ამიტომაც სრულად არავინ იცოდა ვინ იყო იგი ეშმაკი მხოლოდ ადამიანს და ღვთისრჩეულებს ხედავდა მასში უდაბნოში გასული იესოს მან გამოცდა მოუწყო და პირველი დამარცხებაც იწვია მაცხოვარი შემდეგ უკვე თვითონ დევნის ეშმაკს კურნავს შეპყრობილებს დავრდომილებსა და კეთროვნებს თვალს უხელს ბრმებს აღადგენს მკვდრებს ბოროტი სული შედრწმუნებულია და გრძნობს რომ ადვილად ვერ მოერევა მას ამიტომაც მისი ნებისადმი ნებაყოფლობით დამორჩილებულ და გაუკეთურებულ ადამიანებს იყენებს თავისი მიზნის განსახორციელებლად და აი იუდა სინედრიონი პილატეს სამსჯავრო ჯვარცმა და ძეკაცისას ადამიანური ტკივილით სავსე უკანასკნელი აღმონათქვამი ელი ელი ლამა საბახთანი უფალო უფალო რაისათვის დამიტევე მე თითქოს აღსრულდა ფარისეველთა
და ჯოჯოხეთის ძალთა წადილი. მოკვდა იესო, მისი სული და სხეული ერთმანეთს განეშორა, მაგრამ სწორედ ამ დროს მოხდა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ქვესკნელში შთავარ და სამყაროს შემოქმედი. ეშმაკი გოდებდა, რომ სხვა ადამიანთა მსგავსად თანთქავდა ჯვარცმული იესოს, მაგრამ თავად აღმოჩნდა ძლეული ქრისტე მაცხოვარმა, რომელიც საღვთო ბუნება ადამიანურ ბუნებასთან იყო შეერთებული, შემუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, დაამხო მისი ძლიერება, დათრგუნა სიკვდილი და იქ მყოფი მართალთა სულნი ცათა სასუფეველში აიყვანა. ქრისტემ ძლევა ის საკვირველი მოიმოქმედა. ეშმაკს ყოვლით ძლია და ადამიანს მიანიჭა სიკვდილს და გამარჯვების შესაძლებლობა, მაგრამ იგი ყველამ პიროვნულად უნდა მოიპოვოს. გავიხსენოთ უფლის სიტყვები, მამაო, განადიდე ძე შენი, რათა ძემანცა შენ მან გადიდო შენ, რა კი მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, მისცეს საუკუნო სიცოცხლე. ამიტომაცაა ეს დღე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ჩვენთვის და საერთოდ ქრისტიანული სამყაროსათვის. მკვდრეთით აღდგომილი უფალი სულიწმინდის გარდა მოსვლისას აფუძნებს წმინდა ეკლესიას, თავის მისტიკურ სხეულს, რომლის ერთი ნაწილი ცხონებაში მყოფ მართალთა სნეულებისაგან შედგება და მას მოზეიმე ეკლესია ჰქვია, ხოლო მეორე ნაწილი ამ ქვეყნად მცხოვრებ ქრისტიანთა კრებულს წარმოადგენს და მებრძოლი ცხოვრებ ქრისტიანთა და მებრძოლი ეკლესია ეწოდება, რადგან თითოეულმა მისმა წევრმა ცოდვასთან ბრძოლით უნდა მოიპოვოს გადარჩენა და მარადიული სიცოცხლე. სასუფეველი ცათა იძულების, ბრძანებს სახარება. ეს ბრძოლა უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან გვმართებს, ჩვენს ეგოიზმთან და ამპარტავნებასთან, რაც არის ყველაზე დიდი და საშიში ნესტარი ჩვენი სულისა. ჩვენი გული, რომელიც სავსეა ცოდვით და ცოდვითი მიდრეკილებებით, ჭუჭყისგან უნდა გავათავისუფლოთ და დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, ჩვენს ნამდვილ მეს, ამას კი როგორც გვასწავლის უფალი. მივაღწევ თუ შევიყვარეთ მოყვას, ვითარცა საკუთარ თავს. მას შეიყვარე მოყვასი და ამით შეიყვარებ შემოქმედს. ჩვენი სიკეთე გაგიღებს სამოთხის კარს, თამდაბლობა შეგიყვანს უფლის სავანეში, სიყვარული კი წარმოადგენს შემოქმედთან წმინდა სამების, ეს ჩვენი რჩევა, ჩვენი ცხოვრების კანონად უნდა ვაქციოთ. ამ გზაზე შეურაცხყოფად შეხვდება და ცილის წამებაც, დაცინვას და დამდაბლებაც, დაცემაც და აღდგომაც არ უნდა შეგვეშინდეს. ეს ყველაფერი ჩვენი ამპარტავნების წამალია, მწარე მაგრამ განმაკურნებელი წამალი. მაგრამ კაცობრიობის ნაწილი ასე სულაც არ ფიქრობს, რადგან არ სჯერათ ღმერთის და მარადიული ცხოვრების. უღმერთოთა ნაწილის სიცოცხლის აზრს მხოლოდ სამქვეყნიური კეთილდღეობის სხვისთვის შექმნაში ხედავს. სხვანი შვილების ყოლაში, რადგან მომავალს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, მაგრამ მათ არ აქვთ პასუხი თუნდაც ისეთ მარტივ კითხვებზე, როგორიცაა მაგალითად, რა აზრი აქვს გამრავლებისათვის ზრუნვას. თუ შთამომავლობა შენთან ერთად არარაობად უნდა იქცეს, მით უმეტეს, რა აზრი აქვს პროგრესს კაცობრიობისათვის ზრუნვას, თუ ჩვენი მონაპოვარი მოხმარდება მათ, ვინც ხვალ აღარ იარსებებს. ეს ადამიანები გარკვეულწილად სხვისთვის ცხოვრობენ, მაგრამ მათი ყოფის მიზანს ასეთი აზროვნება სრულიად აუფასურებს. ისინი გაცილებით დასაფასებელნი არიან, ვიდრე ლოგიკურად მოაზროვნენი, რომელიც მიიჩნევა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ საკუთარი ბედნიერებისათვის და ასევე ბედნიერება დაამთავრონ ცხოვრება აქ, რადგან მათთვის იმ ქვეყნად არაფერი არ არსებობს. ეს არის ყველაზე პრიმიტიული დამოკიდებულება სიცოცხლისადმი და რაოდენ სამწუხაროა, რომ ჩვენს დროში სოფლიოში სწორედ ამგვარი განწყობისათვის ხდება ხელის შეწყობა. მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ამ მოვლენაზე, რომ უფრო ნათლად გავერკვიოთ რა ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. საზოგადოებრივი ყოფისადმი ახალი მიდგომა ჯერ გამოიხატა იმით, რომ შეეცადნენ ადამიანისათვის დაევიწყებინათ ცოდვის განცდა და ამოქმედა ასეთი პრინციპი: ნებისმიერი ქმედება მისაღებია, თუ იგი არ ზრუნავს
თუ იგი არ ზღუდავს სხვის თავისუფლებას. მაგალითად, სხვისი უზნეობა თუ მე არაფერს მიშოვებს, ეს ქმედება უარყოფითი აღარ არის. და დაიწყო ამგვარი აზროვნების ყველგან დამკვიდრება, რაც არის აჯანყება ზნეობისა და ადამიანობის წინააღმდეგ. თავისუფლება და ზნეობრიობა ბუნებითია ადამიანისათვის, რომელიმე მათგანის უბულებელყოფა იწვევს პიროვნების და ასევე საზოგადოების დამახინჯებას. სეკულარიზაციის მიმდევრებმა წინ წამოწიეს და სრულ თავისუფლების იდეა, ზნეობა საერთოდ ჩამოაშორეს მას და ბოლოს უკვე ისეთი პრინციპები წამოაყენეს, რაც მსურს ყველაფერი ბუნებრივია, დასაშვები და მისაღებია. ეს ნიშნავს, რომ ბოროტებაც მისაღებია და ამაში ცუდი არაფერია. ასეთი ცხოვრების ფილოსოფია ერთ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა იდეასა და შეხედულებას, ღირებულებათა ყველა სისტემას და ადამიანს ნებისმიერი არჩევანის გამართლებას თავაზობს. საყოველთაო ჭეშმარიტება აღარ არსებობს. არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური ჭეშმარიტებები, მათ შორის კი წარმატებულია ის მიმართულება, რომელიც მხარდაჭერილია ინფორმაციული მანქანისაგან და კარგად არის რეკლამირებული. თეოლოგთა შეხედულებით ფეხს იკიდებს ვულგარული აზროვნება, რომელიც ადამიანში მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების წინ წამოწევას ემსახურება. ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლების სრული ანტიპოდი. ეს არის ცოდვის და ეშმაკის ისეთი ბატონობა, რომლის მსგავსიც არ ახსოვს კაცთა მოდგმას. ეკლესიას, რომელიც მის წევრთა პიროვნულ ნაკლოვანებების მიუხედავად ყოვლა წმიდაა და სრულიად უცოდველი ქრისტეს მცნებისაებ, ყველა უყვარს და ცდილობს დაეხმაროს მათ, მაგრამ ეს სიყვარული სულაც არ ნიშნავს ცოდვასთან შემგუებლობას. პირიქით, ჩვენი რწმენა მოითხოვს, რომ ცოდვა მოვიძულოთ და ვებრძოლოთ მას, ხოლო ადამიანი გავაფრთხილოთ და დავიცვათ. ასეთი დაწესებულებები ბევრ ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ჯერჯერობით აკრძალულია, ხოლო სადაც დაშვებულია, მათ კანონით მკაცრ განსაზღვრული მდებარეობა აქვს. მინდა კმაყოფილებით ავნიშნო, რომ მიუხედავად დიდი მსვლელობისა და მრავალი ხელშეწყობი ფაქტორისა, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა და ჩვენმა ხალხმა გაუძლო ამ სასტურს და ზნეობისა და ტრადიციული ღირებულებების დამცველად დარჩა. ჩვენი ვალია ხელი შეუწყოთ მტკიცე ოჯახებისა და ძლიერი სახელმწიფოს შექმნას. ამიტომაც გსურს, რომ გამოთქვა ჩვენი ზოგიერთი მოსაზრება. მიუხედავად ქვეყნის გარკვეული წინსვლისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად კვლავად დაუცველი ფენას წარმოადგენს. დაბალია ეროვნული წარმოებისა და მცირე თუ საშუალო ბიზნესის მაჩვენებელი. ბაზარზე დომინირებს იმპორტული საქონელი. არარეალურადაა გაზრდილი გადასახადები, მათ შორის კომუნალური, შემოსავლის წყარო კი დაბალანაზღაურებადია. საჭიროა ისეთი კანონების მიღება, რომელიც შეამცირებს გადასახადებს, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის სფეროში, რათა იგი გახდეს დაინტერესების საგანი. ფრიად სასურველია დახმარება გაეწიოს გლეხურ მეურნეობას, რომ მათ შეძლონ მიწის დამუშავება, თესლის, სასუქისა და სხვა შესაწამლის საშუალებების შეძენა, ეკოლოგიური ცუთა პროდუქციის მოყვანა და გადამუშავება. როგორც ცნობილია, ეკონომიკის განვითარებისათვის უმთავრესია სარეალიზაციო ბაზრის მოპოვება, რაც სახელმწიფოს ფიქრობთ არ უნდა გაუჭირდეს, რადგან ასეთ პროდუქტებზე მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა დიდია. თუ ეს განხორციელდა, მოკლე დროში შესამჩნევი იქნება წინსვლა და ხალხს დაუბრუნდება შრომის სიყვარული. სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი, რა თქმა უნდა იყოს ჯანდაცვის სფერო. ექიმობა ღვთისმკურთხეული და კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური საქმიანობაა. დღესაც მსოფლიოში იგი ყველაზე საპატიო და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. ხოლო იქ, სადაც ექიმს არ უჭირავს სათანადო ადგილი საზოგადოებაში და არ აქვს დაფასება, პაციენტს ეკარგება მისადმი ნდობა, რის შედეგადაც პირველ რიგში ზარალდება არა ექიმი, არამედ ავადმყოფი და საბოლოოდ მთელი საზოგადოება. ამიტომ ვფიქრობთ, ჯანდაცვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს ექიმის კვალიფიკაციის ამაღლება, მათი პრესტიჟის დაცვა და ახალგაზრდა მაღალპროფესიული კადრის აღზრდა. ავადმყოფის მკურნალობა ასევეა დამოკიდებული ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების გამოყენებაზე, ვინაიდან უვარგისი და ფალსიფიცირებული წამალი შეიძლება საწამლავად ექცეს მას. ამიტომ საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყანაში შემოტანილი თუ ადგილობრივი წარმოების წამლის ხარისხს.
ფრიად სასურველია სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდეს ჩვილების ასაკში ბავშვისა და დედის ერთად ყოფნის ხელშეწყობა და დედისათვის ხელფასიანი შვებულების თუნდაც 6 თვემდე გაზრდა. ჯანდაცვაში ძირითადი ყურადღება მიმართულია დაავადებათა პროფილაქტიკასა და მათი ადრეულ გამოვლინებაზე, რაც ძალიან სწორია და აუცილებელი. ამასთან მიმაჩნია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, რაც დღეს საკმაოდ აქტიურად ხდება, უნდა გაგრძელდეს ჯანდაცვის სფეროსა და ეკლესიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, რაც ვფიქრობთ, უფრო ეფექტური იქნება. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პატიმართა ჯანმრთელობით მდგომარეობასაც, რადგან ციხეებში არსებობს მრავალი ხელშემწყობი ფაქტორი ისეთი სოციალურად საშიში დაავადებების მძიმე ფორმების გავრცელებისათვის, როგორიცაა ტუბერკულოზი. აუცილებელია სპეციალური სამსახურების მობილიზება და მათი ინტეგრირებული საქმიანობა, რომ სწორად და დროულად გატარებული პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების მეშვეობით თავიდან ავიცილოთ ციხეებში როგორც ამ დაავადებების, ისე C ჰეპატიტის, შიდსის და სხვათა გავრცელება, ხოლო უკვე დაავადებულებში დროული მკურნალობა. ჩვენი ტკივილია, რომ საქართველოს პენიტენციალური დაწესებულებებში ძალიან ბევრი პატიმარია, მათ შორის დიდი არასრულწლოვანთა და ქალთა რაოდენობა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სასჯელ აღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროთან არსებული ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიების უფრო აქტიური საქმიანობა. ამასთან იქნებ ვიზრუნოთ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, მიმაგრების და სხვა ალტერნატიული სასჯელების ამოქმედებაზე იმ პატიმართა მიმართ, რომელიც საშიშ დამნაშავეებს არ წარმოადგენენ. კარგი იქნება ციხეებში შეიქმნას სამუშაო ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოყენებას. რეალიზებული ადამიანი კი საზოგადოებისათვის ნაკლებად საშიშია. ვფიქრობ, აქტიურად უნდა ამოქმედეს კანონი სასჯელის გადავადების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე მძიმე უკურნებელი სენით დაავადებულ პატიმრებს უფლება მიეცეთ დატოვონ სასჯელ აღსრულების დაწესებულება და გამოჯანმრთელებამდე დარჩნენ და იმკურნალონ ოჯახურ გარემოში ახლობლების ზრუნველობის ქვეშ. პატიმრებსა და სნეულებზე ზრუნვა ღვთისმცნების აღსრულებაა და ერთ-ერთი მთავარი სათნოებაა. ხშირად უთქვამთ, ხომ შეიძლება უფალს ადამიანის სიკეთისაკენ ისე მიემართა, რომ ისინი ცოდვით არ დაცემულიყვნენ და ამდენი განსასწრელიც აღარ გადაეტანათ. ღმერთი სულია, წერს პავლე მოციქული, და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა. ადამიანის სიდიადე სწორედ იმაშია, რომ იგი თავისუფლებისთვისაა დაბადებული და მინიჭებული აქვს არჩევანის შესაძლებლობა კეთილსა და ბოროტს, სიწმინდესა და ცოდვას, სიკვდილსა და მარადიულობას შორის. თავისუფლების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ თავისი სურვილით გაცნობიერებულად, სიყვარულით დაუმორჩილოს თავისი ნება ღვთისნებას, რათა მოხდეს ძალდაუტანებელი შეერთება და სრული დაქვემდებარება მისდამი, რის შედეგიც არის შემოქმედთა მსგავსების მიღწევა, ანუ მადლისმიერი განხრობა, რომელი მიწიერი კეთილდღეობა შეიძლება შეედაროს იმას, რასაც უფალი თავის მორწმუნედ უმზადებს. საერთოდ ყველა ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია, წერს მესამე საუკუნის ცნობილი საეკლესიო მწერალი ტერტულიანი. ასე რომ თითოეულ ჩვენგან შეუძლია გახდეს მორწმუნე და ჭეშმარიტი ღვთისმადიდებელი, თუ კი რა თქმა უნდა ადამიანი არ გაიუკუღმართებს ბუნებას და თავისი პიროვნული ნებით არ დაექვემდებარება ცოდვას. ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათვის კი აუცილებელი პირობაა საკუთარ თავში ჩაღრმავება, სულის, გულისა და გონების განწმენდა, წმინდა წერილისა და საღვთისმეტყველო ლიტერატურის კითხვა და დახმარებისათვის უფლის წინაშე ლოცვა. ძველი ნათქვამია, მსგავსი მსგავს შეხარით და შეიცნობსო. ბუნებრივია, სადაც სიბნელია, იქ სინათლე ვერ იმქნება, სადაც ჭუჭყი ბუდობს, იქ სისუფთავეზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომაც ჭეშმარიტი რწმენა ვერ იარსებებს უზნეობისა და ცოდვის გარემოში. ხოლო ადამიანი, ვინც გულწრფელად ეძიებს სამყაროსა და თავისი არსებობის მიზეზსა და მიზანს,
ვისაც სურს ჭეშმარიტების შეცნობა, როგორი გზითაც არ უნდა მიდიოდეს იგი ადრე თუ გვიან, მაინც იპოვის უფალს ქრისტეში და გააცნობიერებს. რომ მისი ცხოვრება გაბრწყინებული უნდა იყოს აღდგომის ნათლი და ქრისტეში მარადიული ნეტარების დამკვიდრების სასოებით. რომ ადამიანის სამქვეყნიური ცხოვრების უმთავრესი მიზანი სასופევლის მოპოვებაა. დანარჩენი ყველაფერი, სამშობლო, ოჯახი, შვილები, ახლობლები, მეგობრები და ყოველივე ამქვეყნიური მოღვაწეობა არის საშუალება ამის მისაღწევად. უფალი ბრძანეს მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც წამს ჩემი, კიდეს რომ მოკვდეს სიცოცხლებს, ჩემო სულიერო შვილებო, აფხაზნო, ოსნო, ქართველნო, უკრაინელნო, ასირიელნო, უდინნო, ბერძენო, აზერბაიჯანელნო, რუსნო, სომეხნო, ქურთნო, იეზიდნო და საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრებნო ჩვენო საყვარელო თანამემამულენო. ჩვენ გწვამს, რომ ქრისტემ მიიღო სიკვდილი იმისთვის, რომ ჩვენში მომკვდარიყო ცოდვა. მას მოკვდეთ ცოდვისათვის, რათა ჩვენშიც გაცოცხლდეს ქრისტე. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 2012 წელი. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს არის დღესასწაულთა დღესასწაული. ეს არის საოცრება, რომელსაც ვერ მისვდება ვერავითარი ადამიანის გონება. აღდგომა ქრისტესი ეს არის ის დღესასწაული, ის საოცრება, რომელმაც დაარწმუნა მოციქულები, რომ უფალი იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა, კრავი ღვთისა, აღღებელი წოდვათა სოფლისათა. როცა ჩვენ განვიხილავთ აი ამ დღესასწაულს, ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი უძლურია ღვთის წინაშე, უძლურია, ვერ ახსნის ვერავითარ სასწაულს. მაგალითად, აღდგომის შემდეგ მაცხოვარი ეცხადებოდა მოციქულებს და ხშირად ვერ ცნობდნენ მას. ხშირი შემთხვევა იყო, როცა ჯერ ვერ ცნობდნენ და მერე გამოუცხადებდა, აჩვენებდა თავის სახელს. იყო შემთხვევა, როცა უფალი შევიდა მოციქულებთან, როგორც წერია სახარებაში, კართა ხშულთა. ესე იგი, დახშული კარი იყო, დაკეტილი კარი იყო და უფალი გამოეცხადა მოციქულებს. მთელი დიდი წიგნებია დაწერილი ამის შესახებ და მე მინდა გაევსენო ერთი შემთხვევა. რევოლუციის შემდეგ
აწყობდნენ კამათს მორწმუნეებსა და ურწმუნოებს შორის. ასეთი ეწოდებოდა დისპუტები და ხშირი შემთხვევა იყო, როცა სასულიერო პირებიც ლებულობდნენ მონაწილეობას. მაცხოვრის აღდგომას არ უნდა მტკიცება. ის არის თავად თვითონ არის ჭეშმარიტება. და ერთი ურწმუნო ადამიანი გამოსულა კლუბში და უთქვამს, რომ მე მოიტანეო წიგნებიო, ეს ბროშურები ბლომად გამოდიოდა პირველ წლებში რევოლუციის შემდეგ. მე მოიტანე ეს ბროშურები, სადაც ვამტკიცებო, რომ აღდგომა ქრისტესი არ ყოფილა. ეს უსმენდა ამას მოძღვარი და მთელი დარბაზი სავსე ყოფილა მორწმუნე ხალხით. და მერე გამოსულა მოძღვარი და უთქვამს, რომ როგორ შეიძლებაო ქრისტეს აღდგომა დაამტკიცო ან უარყო რაღაც ბროშურებით. მე მოგმართავთ ყველასო და თქვენ მიპასუხეთო, ქრისტე აღსდგაო. და ასე ყველამ უპასუხა, ჭეშმარიტად აღსდგაო. მეტი რაღა დამტკიცება გინდა თუ? აი ეს საკმარისიაო და შერწყვეტილი წასულა ის ურწმუნო ადამიანი. მე დავწერე სააღდგომო ეპისტოლე და თქვენ წაიკითხავთ ამ ეპისტოლეში. ბევრი საკითხია ისეთი, რომელიც აწუხებს ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს ხალხს, ყოველ ჩვენთაგანს. ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე. სიბრძნე აუცილებელია დღეს, რომ ადამიანმა გარჩიოს სად არის თეთრი და სად არის შავი. თქვენ ღვთის წყალობით და ღვთის მადლით შეძლებთ ამის გარჩევას. ჩვენთან არის ღმერთი. დალოცვილი და გახარებული იყავი თქვენ და მთელი საქართველო და ყოველდღე ჩვენი თანამემამულენი, რომელნიც წასული არიან სამშობლოდან. ღმერთმა მალე დააბრუნოს საქართველოში. ამინ.